წარმოგიდგინთ მოკლე მიმოხილვას. ეკომედია TV ბაზელეთი ლეიქის მიერ დაფუძნებულ ეკოლოგიურ დღესასწაულზე. მოკლედ რომ თქვათ, ეს ადგილობრივი მედიის ინიციატივაა, რომელმაც 15 მაისი ბუნების დაცვის დღედ გამოაცხადა, რათა დაგვანახოს თუ რატომაა ბაზალეთის ტბის უნიკალური ეკოსისტემის გადარჩენა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისგებლობა. პირველი, მოდით ვნახოთ, რატომ მაინც და მაინც 15 მაისი. იცით, ამ თარიღს ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ის ზუსტად ბუნების სრულ გამოღვიძებას ემთხვევა. განსაკუთრებული მზრუნველობის ობიექტები კი ბაზალეთის ტბა და სოფელი მლაშია. ახლა შეიძლება იკითხოთ, რატომ არის ბუნების გამოღვიძების დანახვა ასეთი მნიშვნელოვანი. რეალურად 15 მაისი ბუნების ერთგვარ მაღვიძარას გავს, რომელიც დროულად გვაფხიზლებს და ჩვენს ეკოლოგიურ ვალდებულებებს გვახსენებს. მეორე საინტერესო საკითხი სწორად ეკოაგროჟურნალისტიკის როლს ეხება. გამოღვიძებულ ბუნებას ხომ დაცვა სჭირდება. ხოდა მედიის მთავარი მისია იყოს ბუნების ხმა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. როგორ იქცევა ინფორმაცია ტყეისა და წყლის დამცავ ფარად? ძალიან მარტივად. სწორი ცოდნის გავრცელებით ჩვენ უკეთ ვსწავლობთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და წყლის რესურსების დაბინძურებისგან დაცვას. ბოლოს კი ამ ყველაფრის უკან საკმაოდ ღრმა ფილოსოფია დგას. ეს დღე გვახსენებს, რომ ბუნების დაცვა პირველ რიგში ადამიანის ღირსების საქმეა. მათი მთავარი ლოზუნგია: იფიქრეთ სუფთად და იმოქმედეთ გონივრულად. და მეთანხმებით, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს უფრო მაგარ ყოველდღიურ გონებრივ ფილტრს ჰგავს, რომელიც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას სწორ გზას გვიჩვენებს. საბოლოო ჯამში 15 მაისი არის მკაფიო შეხსენება, რომ სუფთა ფიქრით და გონივრული ქმედებით ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო სახლი.